გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევდა ვენდობი. ყვავილები შეგვეთა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის კიდევ ერთი სპონსორია ონლაინ მაღაზია Opsi, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი ნივთები ამერიკიდან. ხოლო ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ნინო მარგველაშვილი. ნინო, გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი და შევეცდებით ესე თუ ისე რაღაც ისეთი კითხვები დავსვა, რაზეც მშობლებს ძალიან დიდი სიამოვნებით ექნებოდათ პასუხები და მოისმენდნენ და ჩემი პირველი კითხვა არის, რა არის ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. თირარი ჩემი ხედვა, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, უბრალოდ ალბათ პირველი სედანს დავიწყებ არის ის, რომ მინდა რომ ყოველ მშობელმა გააცნობიეროს, რომ ზრუნვა ჩვენში არის, ხო? და ჩვენ არაფერი ახლის სწავლა ან რაღაცების ხშირად ისმის ხოლმე მშობლებისგან, რომ ხო რა უნდა ვიცოდეთ, უნდა და მგონია რომ ეს უნდა ძალიან ხელს გვიშლის ჩვენ მშობლებს. ანუ პირველ რიგში რაც მინდა გავაცნობიეროთ არის რომ მშობლებში არის ყველაფერი ის, რაც ბავშვის არ ვიცი ჰარმონიული, ჯანსაღი განვითარებისთვის არის საჭირო. პირველ რიგში აი რაღაცნაირად ეს მინდა რომ გავაცნობიეროთ. მეორე რასაც ვიტყოდი, უკვე ამაზე მინდა რომ დავაშენო, არის ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მშობლებმა დაინახონ თავისი როლი, როგორც აღზრდელების, მზრუნველების, რომლებმაც გარემო უნდა შეუქმნან თავიანთ შვილებს. რომელთა მთავარი ფუნქცია არის, რომ დავინახოთ და აღტაცებულები ვიყოთ ჩვენი შვილებით, იმიტომ რომ ეს ან ცოცხალი არსებები არიან, პირველი ეს და ნდობა გქონდეს, რომ ბავშვები არიან არ ვიცი, თავისუფალი არსებები, რომლებიც თვით ინიცირებენ, ხო, და შეუძლიათ რომ თვითონ ისწავლონ, განვითარდნენ და ასე შემდეგ. მეორე არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ ჩვენ როგორ ვურთიერთობთ და ვპასუხობთ ჩვენ შვილებს. ჩვენ რა ფიქრები გვაქვს და როგორი წარმოდგენა გვაქვს ჩვენი შვილების ქცევებზე და არ ვიცი, ალბათ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ის თუ როგორ აღიქვავს მშობელი, ან არ ვიცი, ზრდასრული ადამიანი, მასწავლებელი ბავშვის ქცევებს, ბავშვის გამოხატულებებს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რამდენად თანამგრძნობი იქნება მშობლის პასუხი და რამდენად, ასე ვთქვათ, ზრდის ხელშემწყობი. იმიტომ რომ ხშირად ბავშვის ქცევებს, ბავშვის სიგნალებს ან ვერ ვამჩნევთ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. ან ვამჩნევთ და ვფუთავთ რაღაცა შინაარსებში, რომელიც ხელს გვიშლის მერე, რომ აი 100%-ით მას ერთად ვიყოთ და დავეხმაროთ ახალი ისწავლოს იმ სიტუაციაში, აი რას გულისხმობ ხშირად ძალიან ზოგადია, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ბავშვს ჩაეცინოს რაღაცაზე რომ საუბრობთ და მშობელმა ეს აღიქვას უპატივცემულობად. ხო, და ან მოვლენა მოხდა, რაღაც ხდებოდა, ბავშვმა ჩაიცინა და ჩემი ფიქრი რომ რას ნიშნავს ახლა ეს? ხო, როგორ გაბედა, ან რატომ ჩაიცინა, რამეს ხო არ მალოს? ანუ პირდაპირ ჩვენი გონება მიდის რომ ახსნას და მისცეს მნიშვნელობა იმ გამოხატულებას, რაც ყველა ცოცხალ არსებას, ანუ ადამიანს, ან არ ვიცი, ცხოველს შეიძლება ჰქონდეს და სწორედ ეს ფიქრი ხელს მიშლის, რომ დავრჩი აწყო მომენტში და დავეხმარო ჩემ შვილს, რომ
არ ვიცი, ჯერ დაუსვა შეკითხვა, რომ დე რა გაცინებს ისე, რომ უსაფრთხოების განცდა არ დაუკარგო ჩემს შვილს, ხო? რომ მართლა დავინტერესდე, რომ დე მე ესეთი რაღაც მოგიყევი და შენ ჩაგეცინა, ვა? ხო, აი უბრალოდ შეყომდე. ნაცვლად იმის რომ ჩაგეცინა. ხო, აი რომ თითქოს არენდობი, თითქოს გონია რომ ამ ბავშვის ესე ვართ ალბათ აღზრდილები ჩვენც რომ რაღაცნაირი ყველა გამოხატულება გონია რომ რაღაცა ყუთში უნდა ჩავსვათ რა რომ ან არ ვიცი სასირცხვილო ან სამაყო ან რაღაცას ნიშნავს ესე იგი რაღაცა ჭირს ჩემს შვილს ხო ან შემიძლია რომ მოვეშვა იმიტომ რომ ვაუ ეს ნიშნავს რომ ჩემი შვილი კარგად არის ხო ის სულ ვცდილობთ რომ შევაფასოთ შევადაროთ იმ სტანდარტებს რაც ვიღაც ადამიანებმა იფიქრეს და თქვეს რომ იცი რა არის ჩვენ გარემოში ეს არის სასარგებლო და ვკარგავთ აი ამ ცოცხალ ურთიერთობას სადაც შემიძლია რომ მე და ჩემმა შვილმა გავარკვიოთ შენი შინაგანი ბუნება როგორია ჩვენი ოჯახისთვის რა არის სასარგებლო ხო და ასე შემდეგ არ ვიცი ხა შეფა კი. და რა ხდება, როდესაც იგნორი ხდება, ანუ ოჯახში. აი, ბავშვს რაღაცას ვუყვები, მან ჩაიცინა და მე ვეუბნები, რომ მე შენ ახლა როგორი რაღაც მოგიყევი და რა გაცინებს, ხო, წადი ახლა შენ ოთახში ან რაღაცა. რა ხდება, რას იღებს ბავშვის ფსიქიკა ამ დროს? ძალიან კარგი შეკითხვა არის ეს და მგონია რომ ყველა თქვენ ის მშობლები ხა ვინც მეც ხო რომ დავფიქრდე რომ იგივე სიტუაციაში ხარ შენს პარტნიორს არ ვიცი შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შენს კოლეგას რაღაცას გიყვება შენ რაღაცა რეაქცია გქონდა და მიგითითა რომ აი რას გავს ახლა ეს გადი შენ ოთახში ხო და დავფიქრდეთ ცოტა ხანი რას ვიგრძნობდით და რას გამოიწვევს? რას იგრძნობ ერთია? და გრძნობები მოდიან, მაგრამ რას გამოიწვევს? როგორ შეიძლება ქცევა, ხო? ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი რაზეც ექნება ამას გავლენა, არის ის, რომ ბავშვი ყოველთვის დაიწყებს აწონ-დაწონვას, ხო? ერთი რომ ღირს, ხო? ან საკუთარი თავის დაკვირვებას ეს არის მდგომარეობა, როცა შენ მუდმივად ასკანერებს, ხო? თქვი, ხო? რომ რას ამბობ? როგორ იქცევი? ხო? ანუ ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა შეგრძნება, რაღაცა იმპულსი, რაღაცა ფიქრი მოვიდა, იდეა გამიჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ შემოქმედებითი არსებები ვართ, ხო? ეს ჩვენ შინაგანი მამოძრავებელი განცდები გვაქვს, იმპულსები გვაქვს, რომ ცხოვრება გამოსცათ. და წარმოიდგინე, მოვიდა ეს გრძნობა, რომელიც თან ბოლომდე არ ვიცი რა არის, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაცის თქმა მინდა. გრძნობ, რომ ჩემს ხელს მოძრაობა უნდა და უცბად შემოდის მეორე ფიქრა, მოიცა, იმიტომ რომ შენ თუ ამას იზავ, იქიდან შეიძლება უცბად ვიღაცამ კავშირი გაწყვიტოს შენთან. ხო, ამიტომ ფრთხილად იყავი და ჩვენ ვიწყებთ ან თავშეკავებას, ხო? ან მე ჩუმჩუმად ჩვენთვის გამოკვლევას და გამოძიებას რა ხდება ჩემში და შეიძლება დაიწყოს ბავშვმა და ბავშვის გონება და არა მარტო ბავშვის დიდებმაც ხო რომ ახსნა ახალი შინაარსების მიწებება ხო რომ რა არის ის რაც მის შიგნით ხდება რომელიც არ იცის რომელიც ახალია და კავშირი აი ამ ბოლო დროს სულ ამაზე ვფიქრობ რომ ურთიერთობა ხო ეს ერთობის შეგრძნება რომ მე რაღაცა გავეცი, გამოვაგზავნე სიგნალი, მოგიწვიე, რომ შენს შემოხვიდე ჩემთან დიალოგში და შენ ეს დაინახო, მე მომცე საშუალება, რომ ეს შევიგრძნო, დავინახო, ერთად ვიგრძნოთ ეს რაღაცა, მე ისევ მეგიბრუნებ, ხო და გელოდები შენ როგორი პასუხი ექნება და აი ეს დიალოგი წყდება ამ დროს. და ადამიანი სწავლობს ერთი, რომ შენი შეგრძნებები მნიშვნელოვანი არ არის, ხო? რომ ჩვენი მიზანი არის, რომ რაღაცები
ჩამალო. მეორე ის რომ ალბათ ფიქრობს რომ მე რაღაც მჭირს, ხო, რატომ მეცინება, ხო, რა ვიცი და ალბათ რაღაც მჭირს, რადგან რაღაც მჭირს, მე სულ რაღაცა უნდა დავიწყო, გავაკეთო, რომ არ დავიკარგო, ხო, რომ ადამიანებმა ისო პატივი მცენ და ასე შემდეგ. და რომ ეს მე მარტო მე უნდა ვქნა. რომ ეს ჩემი გასაკეთებელია და აქ მგონია რომ ყველაზე დიდი ტკივილი არის ეს რომ გრძნობ რომ შენი საქმეა და გვავიწყდება რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები და შენთან რაღაცა სირთულე თუ არის ეს ჩვენთვის დიდი საჩუქარია შენ თუ ამას გაგვიზიარებ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მიკრო გარემოდან მინდა რომ კიდე დიდზე გადავიდეთ ხო იმიტომ რომ მოქმედებთ ჩვენ ერთმანეთზე და ჩვენ ერთმანეთით ვსწავლობთ და ერთმანეთით ვიზრდებით ამიტომ ის რომ შენ რაღაცა გჭირდება ხო და ეს ამას შენ აზიარებ შენ სურვილს გამოხატავ ეს არის ამ დიალოგის გაგრძელება რასაც არ ვიცი სიცოცხლე ქვია ხო რომ სიცოცხლის გაგრძელება არის და ყველაზე სევდიანი ხა აი ამ ბოლო პერიოდში ჩემთვის ამის გააზრება არის რომ როგორ იმის მიხედვით რა შეფასებები, როგორი კომენტარები ხო მოდის ჩვენი ქცევების, ჩვენი შვილების ქცევებთან ერთად, ხო? ეს წყვეტს კავშირს, ეს აგრძნობინებს მეორე ადამიანს, რომ ჰეი, მე მგონი მარტო ვარ. ჩემი არავის არ ესმის და ეს მარტოობის შეგრძნება რეალურად ბიოლოგიურად ძალიან დიდი სტრესორი არის ჩვენი სხეულისთვის, ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ერთობისთვის, ხო, ჩვენი თემისთვის. რეალურად ამბობენ, რომ მარტო ადამიანების პანდემია, ხო? ანუ მართლა უამრავი ადამიანი განიცდის მარტოობას. და ეს არ ნიშნავს ფიზიკური მარტოობა, ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცას გრძნობ, შენ რაღაცას ფიქრობ და ხვდები რომ არავის აინტერესებს შენი შინაგანი სამყარო და ეს რომ ვიღაცა ხედავს ის რომ შენ და მე ერთად შეგვიძლია რომ გადავლახოთ რაღაცეები რა ძალიან ამარტივებს ჯერ ერთი ცხოვრებას და მეორეს ერთი ძალიან გვაძლიერებს იმიტომ რომ ორი თავი, სამი თავი რა რაც უფრო მეტნი ვართ, რაც უფრო მრავალფეროვანია იდეები, ადამიანები, ხმები, ხო, მით უფრო საინტერესო არის, მით უფრო მეტი ინოვაცია და შემოქმედებითობა იბადება და ხო, ეხლა გავაგრძელე და მე მგონია რომ აი რა შედეგი, ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მომინდება მე რო გაგიზიარო, ან მომინდება, მაგრამ მე ისევ ჩემ თავში ჩავიკეთებ, რომ იმას არ ეწყინოს და ფოკუსი გადადის გარეთ. სხვა რას იფიქრებს, სხვა როგორ იგრძნობს თავს და ჩემი სასიცოცხლო ენერგია ნელ-ნელა რაღაცნაირად ისეთი ფერმკრთალდება. სულ არის. უბრალოდ აი ის რა პოტენციალიც ბავშვს აქვს, ხო? ამ შემთხვევაში ხე ისო ბავშვსა დავბრუნდები. სევდიანი, არა და ხო, აი როგორც სარწყავი, კი. წყალი ნახურეტები რო აქვს ბევრი და იძლის რო გამოდის, ხო? და სად ახალი სრულიად ეს არ ვიცი, შლანგი, კი. სწორად ვამბობ, ქართულად ვამბობ, რომელიც მთელი ნაკადით მოდის, ხო? ჩქებს ეს წყალი, რამხელა უბრალოდ აი რო შლანგი წარმოიდგენ, რომელიც ასხავს ამ წყალს მთელი, არ ვიცი, სიცოცხლე ცავსია შლანგი, ხო? უკვე მემაძლევს რაღაცნაირ სიხარულის განცდას და შემართებას, რომ მოდი მორწყა ხო ანუ ერთმანეთის კარგად ყოფნა ყველას გვჭირდება რა დამხმარე არის და გვაძლიერებს ამიტომ ხო აი ამ რაღაცებზე უნდა დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ როცა ბავშვი გვიგზავნის რაღაცა მოწვევას რაღაცა სიგნალს რომელიც თავის თავს ეხება რომელიც უბრალოდ გასარკვევი არის, რისი თქმა უნდა, რა არის ამ ბავშვისთვის, რას ეუბნება მისი სხეული, რა ფიქრები აქვს, რა გრძნობები აქვს და ჩემს არ ვიცი, ადამიანები, ვინც ჩემთან ჩვენ
ურთიერთობთ ხოლმე, ხშირად ვამბობ ხოლმე იქ, რომ არსებობს გარე სამყარო, რომელიც ულამაზესია და შემეცნებას უწყობთ ყოველთვის ჩვენ ხელს, ხო, არ ვიცი, მხატვრობა იქნება, ბუნება იქნება, რაც იქნება, რომ შეიმეცნო, ხო, დაინახოთ, დააკვირდე, მაგრამ ასევე არსებობს შინაგანი სამყაროც, შინაგანი ბუნებაც, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია, მრავალფეროვანია, უსაზღრო და უკიდეგანო არის, რომელსაც ასევე სჭირდება ყურადღების დათმობა. Რომ ეს არ არის საშიში, შენ რო რაღაცებს გრძნობ, შენ რო რაღაცა თავში ფიქრები მოგდის, რომ ეს არის უბრალოდ რომ ეს არ არის ხმაური, რომელიც უნდა ჩაახშო და მართო, რომ აი როგორ დაუწიო, ან აუწიო. რომ ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი პოეტს აქვს, რომ ეს არის რაღაცა ბაღჩა, ბაღი არის, სადაც შეგიძლია რომ გაისეირნო, დაათვალიერო ყვავილები, არ ვიცი, ბუჩქები, მწერები და უბრალოდ ის აღფრთოვანდე, დაიწყო დაკვირვება, შეამჩნიო და არ ვიცი, 1000 ფერი იპოვო შენ შიგნით, ან სხვის შიგნით. კი. ძალიან საინტერესოა საუბრობდი ხა ნინო და მაინტერესებს რა ხდება, როდესაც ბავშვი არ არის მოსმენილი, მიღებული, უგულვებყოფილია. როგორ გამოიხატება ეს უკვე მოზარდობაში, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ასეთი ბავშვი, როგორი პარტნიორულ ურთიერთობებს ქმნის ან კარიერას და ასე შემდეგ. ბევრნაირად შეიძლება გამოიხატებოდეს, ხო, ის მრავალფეროვნები ვარ, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, რაღაცა კონკრეტული მახასიათებლები, რაღაც უფრო დიდი ქოლგის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ, ხო, უფრო მშფოთვარე ხდება ადამიანი, უფრო მეტად, არ ვიცი, შეშინებული, ხო, სხეული იცვლება, სხეულსაც რო დავაკვირდეთ, აი, არ ვიცი, მხრები როგორ არის, ხო, და ჩვენს გვინდა მშობლები, ხო, მე მახსოვს, რომ ყველა გეუბნებ, რომ გასწორდი რაღაცა და თითქოს იმიტომ რომ გაუცნობიერებლად გრძნობ ისედაც, ხო, ერთი ჯანმრთელობისთვისაც იცი რომ კარგია, მაგრამ გაუცნობიერებლად ხვდები, რომ სულ სხვანაირი კვალს ტოვებს ადამიანი, რომელიც არის ღია, რომელიც არის მშვიდი, რომელიც არის თავდაჯერებული და შეუძლია რომ აწონ-დაწონოს რაღაცეები და ისე იმოქმედოს, ხო, ყველა მნიშვნელოვან პროფესიაში არ ვიცი, ეს საბრძოლო ხელოვნების ოსტატი იქნება, არ ვიცი, ქირურგი იქნება თუ მუსიკოსი, ხო? აი იმ საქმეს როცა აკეთებ, ხო, ის რაც გიზიდავს და ის რაც არც პირს გაღებინებს, რომ ვაუ და გინდა უყურო, მიხვიდე მისგან ისწავლო მასთან ურთიერთობა, ხო? არის ეს, არ ვიცი, შინაგანი სხივი, სინათლე, სრული კონცენტრაცია, მშვიდი გონება, ხო? ამ მახასიათებლებს მინდა ხოლმე დავაკვირდეთ რა, რომ ერთი ეს მხარე და მეორე მხარე, სადაც აი როცა ჩემ შვილთან იყო ესეთი შემთხვევა, რომ აი უკრავს, უკვე ცოტა ისწავლა, დააკვრა რაღაცა 1-2 ნაწარმოები შეასრულა და ახალი ნაწარმოები ან პირიქით ხო ისწავლა, მაგრამ სადღაც შეეშალა და წარმოიდგინე შეეშალა და გარეთა თვალისთვის ძალიან მარტივია, რომ ან შეგეშალა, ან ახლიდან დაიწყენ გააგრძელე პირდაპირ, ხო? ანუ რომ ხვდები, რომ ეს რაღაცა რომ არასწორად დადგი, არაფერს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ოკეი, აქ ან სავარჯიშო, ან უბრალოდ შეგიძლია გაგზავნა, უცბად ჩერდება. არა შემეშალა. ხო, ახლიდან დავიწყო და უცბად ხვდები რა, ვაუ, როგორ ართულებს, ხო? ანუ როგორი მარტივია გარედან დაინახა, რომ არ ვიცი, მანქანას ატარებ და უცბად ის ბორბალი გადავიდა ზოლს იქით. რას აკეთებს მძღოლი, ხო? ანუ, გადავედი, ოკეი, გადმოვედი და ვაგრძელებ. მაგრამ ჩვენ რაღაცა მიზეზების გამო, თქვათ, რაც შენ აღწერე, როგორი პასუხები გვაქვს მიღებული ჩვენი ამ სხვადასხვა ქცევებიდან, უცბად ხვდები, გადავედი, გავჩერდები, გამოვთიშავ და ვიწყებ დაფიქრებას და დაკვირვებას და რა მჭირს და რატო გადავედი და ძროხებმა ხო არ გაიარეს, არ ვიცი, ხო, ანუ აი რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს, უბრალოდ რომ გამოიკვლიო რაღაცეები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ
აი ის რაც ჩამოთვალეთ ჩვენ ის ქცევები, ის სიტუაციები, რომელიც ბავშვების ცხოვრებას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, მენტალურ ჯანმრთელობას ამძიმებს, ბავშვებს და ადამიანებს დასულობაში უკარგავს რეალურად უკარგავს, იმიტომ რომ ბიოლოგიურად გადარჩენის რეჟიმში გადადის სხეული, შემოქმედებითობას, შენი ნებით იმოქმედო, აი შენ არჩიო, ისე ვქნა თუ ეს, აი თამაშის სურვილს უკარგავს, რომ ეს ცხოვრება რთულია, ტკივილი არის ამ ცხოვრებაში, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ როგორც ამ არსებებს, დედამიწაზე სხვა არსებებისგან განსხვავებით, შეგვიძლია რომ манипуляცია მოახდინო, ანუ შეგვიძლია რომ ჩაერიო იმ სიტუაციაში და წაეთამაშო და სხვანაირად შეხედო, ხო? რასაც უკვე ბევრი ადამიანი იყენებს, არ ვიცი, მარკეტინგში, ანუ სტრატეგიას ცვლი და აბსოლუტურად სხვანაირად შეგვიძლია ამოხსნა ის პრობლემა, აი ეს იკარგება. ანუ რთული უფრო მძიმდება ცხოვრება ამ ადამიანებისთვის და ეს არის ევდიანი და ყველა ადამიანი სადღაც გავდივართ, ანუ არასდროს არავინ არ არის, ანუ ყველა განვიცდით ტკივილს მარტოობას, ეხლა თუ არა აუცილებლად განიცდით. მერეც ხო, ანუ ეს არის ცხოვრების ნაწილი. უბრალოდ ჩვენი მიზანი არის და ალბათ ამ პოდკასტის მიზანიც ეს არის, რომ მშობლებს დავეხმაროთ გაცნობიერონ, რომ თუ მე ყურადღებას მივაქცევ, თუ მე მეცოდინება, რომ ეს სიგნალები ყურადსაღებია, უბრალოდ დასაფასებელია, ხო? შეიძლება არაფერი არ იმოქმედო და არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მოუგვარო. უბრალოდ შესამჩნევი არის, რაც ხდება, ისეთივე მნიშვნელოვანი არის შინაგანი სამყარო, როგორც გარე სამყარო, უფრო მსუბუქი გახდება ეს ცხოვრება რა. ადამიანისთვის, ოჯახისთვის. მხოლოდ ეს. გინდა ურთიერთობებში, გინდა კარიერაში, რაც ჩამოთვალეთ. ანუ ადამიანი ხვდება, რომ შენ შეგიძლია თავიდან, ახლიდან დაიწყო. შენ შეგიძლია სხვანაირად გააკეთო. და რომ ეს არაფერს არ ნიშნავს შენზე. თუმცა იმის თქვა მინდა, რომ მაგრამ შევაჯამებ, რომ და ეს კვლევებით დადასტურებული არის, რომ ბავშვობაში 18 წლამდე, რაც უფრო მეტი ნეგატიური გამოცდილება გვაქვს ოჯახში და გარემოში, ხო, ანუ აი უგულებელყოფა, დაცინვა, ფიზიკური შეხება, არ ვიცი, მშობლის ცუდად ყოფნა, ციხეში ჯდომა, დაშორება, ის რომ და ასე შემდეგ, მით უფრო, რაც უფრო მეტი კი გვაქვს აი ამ ნეგატიურ არასასურველ მოვლენებზე, მით უფრო მატულობს იმ ბავშვებში ზრდასრულობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სხვადასხვა არასასურველი ქცევები, რომელიც აზიანებს საკუთარ თავს და სხვებსაც და მენტალური პრობლემები, ხო? ანუ უფრო მძიმდება ცხოვრება. ძალიან ბევრი კითხვა დამიკროვდა, მაგრამ ყველა მშობლს სურს ყავდეს ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვი, ხო? რა ასაკში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მე მაგალითად ხა ჩემს სკოლას თვალ რომ გადავავლეს, სკოლაში არ მქონდა იმის უფლება, რომ გავჩერებულიყავი და ჩემ თავისთვის მეთქმა რა რომ თუ ლექსი შეგეშალა, ხო? 91-იანი ვარ, ჩვენ გვცემდნენ მასწავლებლები, ხო? თუ ლექსი შეგეცვლებოდა და ესე იგი როგორ დაჯექი შერცხვენილი იყავი და საუკეთესო მოსწავლე ვიყავი სკოლაში, მაგრამ არც ერთი ლექსი არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლექსი, იმიტომ ჩემს არ მაინტერესებდა, ხო? და ვისწავლე იქიდან გამომდინარე, რომ ესე მითხრეს, უნდა ისწავლო, ნუ ასე შემდეგ. როდის ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა რა ასაკში? იცი რა არის, აი ეს ცნობიერი, ზოგადად ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება დაბადებიდანვე რა, მოდი ეს ცნობიერი, ხო? ხო, აი რატო ვამბობ ამას, იცით, რომ თუ იმიტომ რომ ნოლიდანვე, როცა მშობელი, მზრუნველი შენს გრძნობებს, შეგრძნებებს ყურადღებას აქცევს, მართლა ხაზი მინდა გავსვა ამას, ჩვენ თავის ტვინში ნელ-ნელა ყალიბდება ის ქსელები, რომელიც შენ რო გაიზდები და შენ რო რაღაცას იგრძნობ და გული აქ იჩქარდება, აი უცბად შეყოვდები და დაიწყებ გააზრებას, რომ მოიცა, დავფიქრდეთ, ანუ
მართლა ესია, ხო არ ღირს რა ცოტა ხანი ჩავისუნთქო. აი რეგულაცია, ხო? გააზრება, შეყოვნების, აი ეს დაფიქრების, ქსელები, ჩამოყალიბება და შეკავშირება იწყება 0 წლიდან. როდესაც და ამაში გვეხმარება ჩვენი მშობლების პასუხები. აი ჯერ ეს მინდა გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ თუ იმ პერიოდში ყურადღებას არ აქცევენ ემოციურ ბავშვის გრძნობებს, ბავშვის სახის გამომეტყველებებს, ისეთი, რომელიც კავშირში არ არის მაგალითად, არ ვიცი, ხო, ფიზიკურ სიცოცხლესთან, ანუ სიკვდილ სიცოცხლესთან, ხო, ამას ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ხო, თუ არ ვაქცევთ ყურადღებას, მე ძალიან ადვილად იწოვს ბავშვი, მოკლედ მე ისეთ ხედვებს, ისეთ ფიქრებს, ისეთ რწმენებს, რომელიც მე ხელს უშლის საკუთარი რეალური თავის, არ ვიცი, საკუთარი თავის შეცნობაში. ეს ერთი. მეორე რაც ხო ჯანსაღი ფსიქიკა როდის ყალიბდება, ეგ იყო შეკითხვა, ხო? ეს ჯანსაღი, სიჯანსაღეც არის ძალიან ცოცხალი პროცესი. ეს არ არის რომ ერთხელ რაღაცა ფსიქიკა, ხო? ანუ რაღაცებს აკვირდები, გრძნობ, შეიმეცნებ და всё, ეს არის. ხო, ეს არის პროცესი, რომ როდეს და ისევ იგივეზე მივდივარ, რომ შემილია ერთი შევყოვნდე და დავფიქრდე რაღაცებზე, ხო? მეორე არის რომ მივიდე და დახმარება ვითხოვ. გამოუხატო ის, რისი თქმაც მინდა. როცა რაღაცა არ ვიცი, ისე მოვიქცევი, რომ მე თვითონ შემწვა, შემეშინდა, ვინერვიულე, ხო, რომ რატო ვქენი, ვინანე და ასე შემდეგ, ხო? ამან არ შემაჩეროს. ხო, რომ გავიაზრო, რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი, რომ ეს ბუნებრივი რამ არის და დავიწყო და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე დავიწყო ფიქრი, რომ ანუ მე როგორი ვარ. და ეს რას ნიშნავს, რომ დედაჩემმა ბავშვობაში რაღაც რომ იქნა და რომ მეუბნებოდა და მე რო არ ვქენი, ალბათ ამის გამოა? თუ ნახო რა სიტუაცია, გავშალო ფაზლის იმებით, რომ ოკეი, რა მოხდა, სად ვიყავი, როგორი განწყობა მქონდა, როგორი ენერგიის დონე მქონდა, ანუ დაბალანსებულ მდგომარეობაში ვიყავი თუ არ ვიყავი და რა შეიძლება შემდეგში გავაკეთო, ხო? ანუ ძალიან როცა ადამიანი კარგად არის, ხო? აი მაგალითად, ვიცი, თხილამურებზე სრიალებ, აი რო სრიალებ, ხო? იმ მომენტში ადამიანი არ ჩერდება და არ ფიქრობს, რომ აი მოიცა და გუში რატო? ხო, ანუ არა, იქ ხარ, რა, თოუს გრძნობ, ჰაერს გრძნობ, არ ვიცი, ისა ხალხი იქ ხარ. 100%-ით იქ ხარ. და ამის შესაძლებლობა, აი ის რომ მე ვიტირე, ის რომ მე გავიჭედე, ეს არის ბუნებრივი რაღაცა და ეს არ ნიშნავს რომ არ მაქვს არაჯანსაღი ფსიქიკა. ალბათ ამის თქმა მინდა, ხო? არ ვიცი სწორად მინდა, სწორად ვცემ პასუხს თუ არა, მაგრამ არაჯანსაღი ფსიქიკა არის ის, რომელიც გვაჩვენებს, რომ გაიჭედა ადამიანი უბრალოდ და გავიდა თუმცა აქაც ფრთხილად მინდა ვიყო, რა მინდა ყოველთვის მივცეთ სივრცე, ზევდას, ტკივილს და არ არის აუცილებელი რომ სულ გავიღიმოთ. უბრალოდ ვინც ახლობელიები არიან, თვითონ ხო რომ გაიჭედა ეს ადამიანი, აი სულ მოჭიმულია. ყველგან საფრთხეს ხედავს, შესაძლებლობებს ვეღარ ხედავს. ხო, აი ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გაიჭედა ეს ადამიანი და ეხლა ჩვენი ჯერია, ვინც გარეთ ვართ, რომ მოფრთხილებით და თანაგრძნობით, არა ძალადობით. არა ჭკუის სწავლებით, არა მიწოლით, რომ შენ შეგილია მიდი რა, ხო, კი, კარგი განზრახვა აქვს ამას, მაგრამ ეს მის ფსიქიკას არ ეხმარება, იმიტომ რომ ფსიქიკას სჭირდება უსაფრთხოების განცდა, ფსიქიკას სჭირდება სივრცე, სადაც ვიღაცა გხედავს, სადაც გრძნობს, რომ მარტო არ ხარ, ოკეი? და ეხა თუ შენ ვერ ამჩნევ რაღაცებს, ეხა თუ შენ შიში ხარ, ეხა თუ შენ ბრასში ხარ, გასაგები არის ეს, იმიტომ რომ შენს გონებას
შენი გონება ესე აღიქვავს და მე შემიძლია ჩემი ხმის ტონით, ჩემი თვალებით, ჩემი გარემოს მოწყობით ნელა შენზე დაკვირვებით შერა სიგნალებს მაძლევ შენს ხელს ვაგრძნობინოთ რომ ეხა უსაფრთხოდ ხარ. რომ უცბად ხედავ რომ ამოიხვნეშა, უცბად ხედავ რომ ცრემლები ჩაუდგა იტირა, ანუ ეს ნიშნავს რომ დაიძრა ენერგია, ეს ნიშნავს რომ ნელ-ნელა ის ჩამქრალი ცეცხლი, ოღონდ სადღაც რო გიზგიზებს, ხო? იქ არის და ნელ-ნელა სულს რო უბერავ და უკვე რო წითელი რო ხდება, ხო? და რო იცი რომ მალე ცეცხლსაც აანთებს. აი ესეთი პროცესი არის რა და ხო, არ ვიცი რამდენად ჯანსაღი არ ჯანსაღ ფსიქიკას ესე დავყოფდი რა. ჩემთვის არის რომ პროცესი არის და თუ ხედავთ რომ ადამიანი გაიჭე და მივეხმაროთ და მეორე არის რომ უბრალოდ გავიაზროთ რა გვეხმარება რომ ჯანსაღი რას ნიშნავს რომ მოძრავი არის რა, რას ნიშნავს რომ შეუძლია ესეც იგრძნოს და ისიც იგრძნოს და ამ ორივესთვის სივრცე ქონდეს რა და არ შეგვეშინდეს რა. ანუ დამატებით არ შეგვეშინდეს რაღაცეებისგან. რომ ვიცოდეთ, რომ თავის ტვინი ნეიროპლასტიურია. ხო? ანუ რა გამოცდილებებს მივცემთ ჩვენ? არაჯანსაღ ფსიქიკაში არ ვიცი ხა ესე თუ ნორმალიზებ როგორც სტანდარტულად შეიძლება აღვქვათ, ჩემთვის მხოლოდ იმას მეუბნება, რომ ჩვენ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობა ამ ადამიანთან. ოკეი, რომ ეს არის უბრალოდ მიმანიშნებელი, რომ ეს ადამიანი რაციონალური ვერ იქნება, ანუ აგიხსნის, მოგიყვება რაღაცებს, გამართლებს საკუთარ თავს, მაგრამ მას მიხმარება სჭირდება რა, რომ აი ჩემ მეგობრის წიგნი არის და ეხა ვახსენებ ნინო ნანეიშვილის და იქ რაღაც თავის მოგონებას ამს რომ ბებო სოფელში რომ დავდიოდითო დიტოქსზე სარეცხს რო გაფენდაო თხილის ჯოხი იყო მოკლედ რომელსაც შეუყუდებდა თურმე ამ თოქს ეს დამძიმდებოდა ეს თოკი ამ სარეცხით ხო ჩამოიწეო და ამ თოქს რო შეუყუდებდა ეს თოკი მაღლა ადიოდა და მე რო უყურებდიო ამ მომენტს მე შებოდიო რა ქვია ანუ გული მიფრთხიალებდა და უცბად ხედავ რომ ვაუ ანუ გრძელდება ეს სიცოცხლის სიმძიმე კი რომ რაღაცას თუ შეუყუდებ ხო ეს შენი ფსიქიკაც ანუ ენერგია მოძრაობას იწყებს და ნელ-ნელა ხედავ ამ რაღაც ნელ-ნელა ადამიანი ხედავს შესაძლებლობებს რა და ძალადობით რო არ გამოვა რო აი დაჟინებით წოლით შენ თვითონ ქენი აგერ ეხა დღეს იცინოდი და დღეს რო წევხარ ანუ არ გაგჯანსაღებს შეიძლება დასკვნა გააკეთო და აი ამაში მიხმარება რო კი შეიძლება გაიცინოს შეიძლება იტიროს მაგრამ ჩვენ რო თვითონ ვერ იზავს და მე უნდა მივეხმარო ოღონდ მოფრთხილებით ოღონდ მისგან ხო მოკლედ რომ მის გონებას ვაგრძნობინოთ რომ მე უსაფრთხო ადამიანი ვარ შეუძლია არ შეეშინოს გონებას არაცნობიერ ნაწილს რომ მოგვიშვას იმიტომ რომ არაჯანსაღი ფსიქიკა უბრალოდ გვეუბნება რომ ბევრი რაღაც განიცადა მისმა გონებამ ნეფსით თუ უნებლიეთ და არის გაჭედილი ვეღარ ასხვავებს სად არის საფრთხე და სად არის უსაფრთხოება რეალური საფრთხე და უსაფრთხოება და უბრალოდ სჭირდება მიხმარება. არაჯანსაღი ფსიქიკა უბრალოდ გვეუბნება, რომ რაღაცა ისეთი მტკივნეული იყო, რაღაცა ისეთი გაგვეპარა, რადგანაც რომელიც ვერავინ ვერ დაინახა და გონებამ სადღაც გააქტიურდა, ეს ვერავინ ვერ ჩააცხრო, რომელიღაცა უბანი ამ პირიქით ძალიან ჩაჩუმდა ის უბანი და კავშირი გაწყდა იმ უბანთან და იმ ნაწილთან, იმ შეგრძნებასთან და ეს უბრალოდ არის გზავნილი ახლა რომ დაგვეხმარეთ, რომ გამოვაცოცხლოთ, რომ დავაბალანსოთ, რომ აღვადგინოთ ის რაც ჩაიკარგა, რომ პირველ რიგში შეუმსუბუქოთ ტვირთი. კი. საქართველოში თითქოს ტაბუდადებული თემა არის, არავინ ყოველს ცხონი ამის თქმა, ბავშვი მყავდა ბავშვთან ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან. რა შემთხვევაში უნდა მიმართოს უკვე მშობელმა
ბავშვთა ნევროლოგს და მიიყვანოს, აი რა სიგნალებია, რასაც ბავშვი გამოსცემს და უკვე აქ საჭირო არის ჩარევა. პირველ რიგში, ხო, მე მგონი ყველა მშობელი გრძნობს, ხო, რომ რაღაცა ისე არ არის. ეს ჩვეულებრივად შეიძლება იყოს ისევ და ისევ, ხო? ანუ შეიძლება იყოს მოტორული განვითარება, აი როგორც ბავშვი იწყებს განვითარებას. ყველაფერი რაც ჩვენ გვახასიათებს, ხო, ჩვენი როგორ მოძრაობს, როგორ იყენებს თავის სხეულს, აქედან დავიწყოთ, ხო? როგორ იყენებს თავის სხეულს. როგორ ურთიერთობს, როგორ ერთვება ყოველდღიურ ყოფით რიტუალებში, ხო, კვებასთან დაკავშირებული, ძილთან დაკავშირებული ბიოლოგიური რიტმები რაც არის, ხო? კვება, ძილი, თამაში, თამაშობს, არ თამაშობს, ხო? ურთიერთობები, უფროსებთან, ბავშვებთან, სადღაც რაღაცა სამჩნევ, რომ ვა, ისე არ არის. და ეს ძალიან ჯანსაღი გზა არის, რომ შენ მიხვიდე ადამიანთან, რომელიც არ ცხოვრობს შენთან სახლში, ხო? ანუ პლუს მიძღვნილი აქვს რაღაცა ცხოვრების თავისი დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი რაღაცის შესწავლას და მივიდეთ და მივცეთ საშუალება მოუყვეთ, ჩვენ რა დავინახეთ, რა შეიცვალა, ხო? და ალბათ პირველი რაც არის, რომ რაღაცა იცვლება. ხო, აი რაღაცა შეიცვალა, რაღაცა ისე არ არის. აი ამას ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომელიც მაფიქრებს, რომ ჰეი, ხო ჯობია, რომ კონსულტაცია გავიარო. რას მეტყვის ეს მეორე ადამიანი და ამის მიხედვით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მშობელმა ისეთ ამ პროცესში მივხვდეთ იმისა, რომ ავტორიტეტი არის ადამიანი, ყოველთვის გვახსოვდეს როგორ ურთიერთობს შენთან. ხო? ინტერესდება თქვენ როგორ ხართ ოჯახში მშობლები, ხო? ანუ ხედავს ბავშვის სილამაზეს, ხო? ანუ არ ვიცი, ჩემი რჩევა იქნება კიდე, რომ რამდენად მიგივიდათ გული და გრძნობ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის ეს ადამიანიც და თქვენი ოჯახის საუკეთესო ინტერესებიდან, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საქართველოში სამწუხაროდ, შეიძლება სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ ხშირად არის, რომ განსაკუთრებით მაშინ თუ ცოდნა არ აქვს ოჯახს, ხო, თქვათ განათლება და ასე შემდეგ, რომ ავად ვიყენე, არა, ზუსტად სიტყვა არ მახსენდება, ხო, ანუ არ პატივისცემით არ ეპყრობიან იმ მშობლებს და შეიძლება მაინც დაუნიშნონ რაღაცა ისეთი წამალი, რომელიც სულ არ საჭიროებდეს და ბავშვები ტყუილ უბრალოდ იღებდნენ და ეს ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მაქვს ახლა საუბარი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომლებიც სამწუხაროდ არასწორი თერაპია გაიარეს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ იმიტომ, რომ მშობელს რეჭვი შეეპარა და კითხვის დასმა რო უნდა და ვერ კითხა, იმიტომ რომ მოერიდა, იმიტომ რომ არ იცოდა, იმიტომ რომ იქიდან ვერ გრძნობდა, რომ შეიძლება არ ეპასუხათ, ხო? ამიტომ მოკლედ ორი ის არის, რომ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ შენ დაინახავ, მიხვიდე თუ ამის შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა. ან იკითხო. და მეორე არის, რომ ეს ჩვენი რაციონალური გონება არ გაითიშოს, რომ ყოველთვის შეაფასო რა, რომ გრძნობ, რომ ჩვენი შვილის და შენი საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის, რომ აინტერესებს შენ როგორც ადამიანი და მაშინ ბოლომდე, მაგრამ ეს ისაც ბუნებრივად ხდება, ხო, მე მშობელს ბოლომდე შეუძლია რომ გაყვეს. მაგრამ ხო კი, ეხლა საქართველოს და საზღვარგარეთზე ვსაუბრობ და ჩემი მეგობარი არის გერმანიაში ფსიქიატრი და თქვა რომ ანუ ბავშვთა ფსიქიატრია საქართველოში და გერმანიაში ვერ შევადარებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთ პაციენტზე ისეთი წამლები ვნახე ბავშვზე გამოწერილი, ფაქტიურად ამ ბავშვს იმეტებდნენ სიკვდილის, პირდაპირ ნიχთ სიკვდილისთვის, მაგრამ აი მომავალში უკვე ანადგურებდნენ ამ ბავშვს და ძალიან საყურადღებო არის ეს თემა და ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი და ვისაუბროთ ამ თემაზეო და სულ ეს მაქვს ხოლმე რომ აი ხო მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მშობელს აღიქვან, მაგრამ თესაც ხედავენ ერთ ესეთ შემთხვევა მქონდა ერთმა მშობელმა თქვა რომ მივედით და ვკითხეს ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით, თქვენ როგორ აგიხსნათ ახლა თქვენს ენაზე, მოდი წამლებს გამოგიწერთ, ესეთ შემთხვევა ყოფილა და ძალიან გულდასაწყვეტია.
ნინო, შენ ახლა ხანს შენი კურსი გაქვს მშობლებისთვის თუ პროგრამა რასაც დავარქვეთ, აი რა თემები გაქვს და რატომ გადაწყვეტე ამ თემებზე საუბარი? მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნება, ესე ქვია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, კიდე სხვა კურსიც მაქვს მშობლებისთვის, ამზრუნველებისთვის. ეს არის კურსი, რომელიც მე შევაკოწიწე იმ თემებით, რომელიც მგონია, რომ ყველა მშობელი უნდა დაფიქრდეს და აცნობიერებდეს ამას. იმისთვის, რომ თვითონ აღზრდის პროცესი იყოს საინტერესო, ზრდის ხელშემწყობი, როგორც ბავშვისთვის, ისე უფროსი ადამიანებისთვის. პროგრამაში არის 5 მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ეს არის ჩვენ რა წარმოდგენები გვაქვს ჩვენ შვილებზე, ბავშვებზე ზოგადად, რომელიც გავლენას ახდენს მერე ჩვენ როგორ ვიპყრობით ბავშვს, რამდენად პატივს ვცემთ ჩვენ შვილებს და ვრთავთ აი ამ საერთო ამ დიალოგში, რომელიც არის პატივისცემაზე დაფუძნებული და მე რო გაიზრდება, ხო, უკვე ბევრად უფრო მარტივი არის ურთიერთობა, სირთულების გადაჭრა, გამოსავლის ძიება და ასე შემდეგ. მეორე ეს არის მეორე თემა, რომელსაც შევეხებით, ეს არის უკვე ბავშვის პერსპექტივის დანახვა, რომ დავინახოთ რამხელა სიბრძნე არის თავიდანვე ადამიანის სხეულში და გონებაში და რამდენად ღირებული და როგორი არის, რა არის თამაშის გამოცდა, ხო, ანუ რომ უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთოთ ჩვენ შვილებს, ერთი და მეორე რომ აღვადგინოთ ჩვენს ყოველდღიურობაში თამაში, სილაღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. დროს უთმობთ ემოციურ მხარდაჭერას და ემოციების სამყაროს შემეცნებას, თანაგრძნობას, ზევდას და გაცნობიერებას, რომ ემოციები არის სხეულებრივი რაღაცა. რომ ამას რომ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთიდან ემოციები და ფიქრები. ჩვენ გონია რომ რაღაცას გრძნობს, იმდენში უბრალოდ ფიქრობ ამას. და აი რაღაც ხო, ისე ჩემი მიზანია რომ გავამარტივოთ რაღაცეები მშობლებისთვის ერთი და მეორე ის რომ ბავშვებს უკვე მივაწოდოთ ისეთი ხედვა, რომელიც მაცხოვრებას გაუმარტივებს მერე, ხო, და არ დაჭირდებათ რაღაცა წლების გავლა და ესეთი სირთულების გადალახვა და ამის მერე გაცნობიერება, რომ თურმე ისე ყოფილა. ხო? შემდეგი თემა ეს არის უკვე ნეირომეცნიერული ცოდნა, როგორ მუშაობს ჩვენი თავის ტვინის სხეული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეცნიერებას დავაიყრდნოთ, იმიტომ რომ ჩვენი გონება სულ მიდის როგორც თავიდან დავიწყეთ, რომ შეაფასოს, ახსნას, მნიშვნელობა მიანიჭოს, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. რომ ეს ნიშნავს, რომ ამბობს რაღაც ჭირს, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ბრალია, ეს ნიშნავს, რომ დავიმსახურეთ და ღირსები ვართ ახლა. ის რაც ხელს გვიშლის, რომ დავინახოთ, როგორც მეცნიერებმა რა ხდება ახლა აქ ამ წამს და ვიპოვოთ გამოსავალი, ხო? ვქნათ რამე თუ სივრცე მივცეთ. ამისთვის მეცნიერული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგრევე სხვა თვალებით უყურებ რაღაცებს. და ბოლო თემა ეს არის კომუნიკაცია. როგორ უნდა გამოთქვა შენი სათქმელი ისე რომ მეორე ადამიანმა გაიგოს და თავი არ იგრძნოს შეურაცხყოფილად. გუშინ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო და ბავშვებს რო უყურებდი, ხო, რა ეს არ გვაქვს ეს ნაწყენი არის ერთი ბავშვი მეორე ბავშვზე. და იმის ნაცვლად რო უთხრას, რომ ის არის მეწყინა და შეგიძლია რომ მეორეჯერ ესე აღარ მითხრა. შენ რო ესე მიშვებოდი და დგას და ის რო თამაშობს ხელს უშლის ეს რაღაცებს. მიხვდი, ანუ ვიცით რატო აკეთებს და რომ რა შვები და აი გუში რო ესეთი რაღაცები მითხრა მე კარგი იყო და ეხა უნდა რომ იგივე გაუკეთოს და ამის გასწრება რომ შენ შეგიძლია სხვანაირად უთხრა და რო ეტყვი ალბათობა იმის რომ ყველა აღარ გაგიკეთოს იზრდება. აი ეს როგორ ვისწავლოთ ჯერ ჩვენ მშობლებმა, ხო, როგორ გამოვხატოთ ჩვენი წუხილი თუ ბრაზი თუ სიხარული ისე რომ ბავშვმა გაიგოს რატო ეუბნები ამას. რომ მოუნდეს რომ გააკეთოს შენთვის, იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ ერთმანეთს გავახაროთ, ყველას გვინდა და თუ არ გამოდის ან არ გვესმის რატო
გინდა. ან არ ვიცით როგორ უნდა ვქნათ. და ამაში მოკლედ ენას დახვეწა, როგორ გამოთქვა, როგორ მოусმინა, მაგრამ სამნიშნელო და მოკლე კურსი არის 2 საათიანი, 3 საათიანი არის თითო თემა, მაგრამ მგონია რომ ეს თავი რომ დავაფიქსიროთ რომ სხვა გზაც არსებობს ერთი და მეორე რომ ოკეი მე დავიწყო ნელ-ნელა დაკურა, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩემი მიზანი არ არის რომ წნეხი რომ ყველამ უნდა გავიგოთ, ყველამ ესე უნდა ვიცოთ. პროცესია, ცხოვრება არის და სადღაც რაღაცა ახალს რო იგებ, მე ეს ახალ რაღაცას გირთავს, რომელიც სხვანაირად გაგრძელებინებს ამ გზას და მიზანი არის რომ უბრალოდ შევაგონოთ ადამიანები და ნახონ რომ არსებობს ბევრნაირი ალტერნატივა, ბევრად უფრო ნაკლებ ხარჯიანი და უფრო სიამოვნების მომტანი, თავისთავადად დამაჯილდოებელი. კი, თამაში ახსენე და ეხლა თითქოს გაჭიდებმა ჩაანაცვლა თამაში. გრძელვადიან პერსპექტივაში რას იწვევს ეს ყველაფერი, როდესაც უკვე 3 წლის ბავშვსაც კი ტელეფონს ვაძლევთ თამაშის ნაცვლად. ხო, ეხლა მაშინ შენ შეკითხვას და შენ შეკითხვას უპასუხებ, იმიტომ რომ მეც ამ ბევრი ფიქრი მომდის თითქოს იქიდან მინდა დავიწყო აქედან. ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც აი ეს ეკრანებთან ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რასაც აფერხებს, არის ის, რომ ბავშვი ვეღარ ამჩნევს და ყურადღებას აღარ აქცევს ცოცხალ ურთიერთობებში ადამიანის სახეს. რაღაცას რო ვლაპარაკობ მე უკვე ხო თუ დიდხანს არის მოკლედ ბავშვი ეკრანში, ეკრანთან თამაშობს, უყურებს და ასე შემდეგ ბავშვის გონება, მაშინ დავიწყებ. არაცნობიერ დონეზე იმას, რასაც უყურებს და რადგან ბავშვი ამას უყურებს და განიცდის, აღიქვას როგორც რეალურ მოვლენას. ოკეი, ესე წავიყვა, მაშინ ბევრ რაღაცას არ შევეხებ. აღიქვას როგორც რეალურ მოვლენას. რაც იმას ნიშნავს, რომ იქ უამრავი რაღაც ხდება, ხო, არ ვიცი, ვიდეო თამაში იქნება თუ რა იქნება. საშიში რაღაც იქნება, დამძაბველი, ხო? ბავშვი ზის, მაგრამ მისი გული არის აჩქარებული, მისი კუნთები არის მოჭიმული და ბოლომდე არის ჩართული იმ მოვლენაში, რომელიც რეალურად არის სიმულაცია. რატო არის ხა ეს? რატო ვამბობ ამას? ერთი ის, რომ ძალიან ბევრ ენერგიას წვავს ბავშვი ეკრანთან ყურებისას, სხვადასხვა მიზეზების გამო, რაც რამდენიმე ჩამოვთვალე. და იმდენად ბევრი და პლუს ის როგორ არის მოწყობილი მე ის თამაში, როგორ გამოხტება რაღაცა სხვადასხვა ჯილდოები, სიგნალები, მუსიკა როგორ მატლობს და ასე შემდეგ და ეს მოკლედ ფსიქიკური ენერგია ძალიან იტვირთება და ძალიან მომართული ხდება. და იმდენად ბევრი ენერგია იწვის ამ დროს, ოღონდ ზის, უყურებს, ან უბრალოდ ესე თამაშობს, რომ როცა ეს თავდება, მის ორგანიზმში ხდება ძალიან ესე ვთქვათ ძალიან უსიამოვნო შეგრძნება გამოწვევა ხდება, იმიტომ რომ ეს ბევრი რაღაც ადუღდა და უცბად გაითიშა, წარმოიდგინე და აღარ შეძდის სიგნალი გონებას და ეს ყველა ჰორმონი, მოლეკულა რაღაცნაირად ანუ საწავიდეს აღარ იცის და არის ძალიან უსიამოვნო შეგრძნება სხეულში. რომელიც თავს ახალ განგაშის ზარს თავის ტვინში, რომელიც გენება რომ ეხა ცუდი შეგრძნება და რამე ქენი რომ გავაგრძელო, იმიტომ რომ მოჭიმული ვიყავი და უცბად მაჩერებ. რა ხდება? არა და მინდა რომ გადაგარჩინოს, გონებას უნდა რომ გადაარჩინოს და ამ დროს იწყება ძიება, ანუ ავტომატურად და ბავშვი იწყებს მოძებნოს გზები, როგორ იპოვოს რამე, რაც მას სწრაფად დამშვიდებს, რაც მას სწრაფად მისცემს იგივე ეფექტს, მაგალითად, ხო? სწრაფი დოპამინის. და
და ამ დროს ხდება მყირალა, მტირალა, ამ დროს შეიძლება გითხრას ყველაზე ცუდი რაღაცეები, ამ დროს შეიძლება იმისთვის რომ დამშვიდეს, მოუნდეს დესერტი, რაღაცა არაჯანსაღი საკვები და ალბათ რომ შევაჯამო არის ის რომ არა ზრდის ხელშემწყობი გზით იწყებს რეგულაციას, იმიტომ რომ იმდენად გადატვირთავს ორგანიზმს დიდხანს ეკრანთან ყოფნა, რომ ხაზზე აღარ არის ჩვენი თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც გაფიქრებინებს, რომელიც შეგაყოვნებს, რომელიც დაგაკვირვებინებს შენ როგორ ხარ და რა ჯობია ეხა, რა იქნებოდა უკეთესი, ხო? აი ეს იზღუდება. მეორე ის რომ ფოკუსი გადადის სულ და გარეთ და ხდები მომხმარებელი და აი ის რაც თავიდან შეკითხვერთიც დაიწყე, ხო, რომ შენით რას ქმნი და იდეები მოსდით, რომ მე ესე გავხდები, მე ამას ვიზავ და კი, ბევრს სწავლობენ სხვებმა რა ისწავლეს. მაგრამ შენ გამოსადე, შენ აი ეს კეთება, манипуляция, ეს თამაში, აბა მე რა ვქნა, იზღუდება. მე გარეთ გასვლა აღარ უნდათ. იმიტომ არა რომ ირჩევენ და თვითონ ამბობენ რომ ხო რა არ მომწონს. იმიტომ რომ ვეღარ გრძნობენ სხვა რაღაცებს. იმიტომ რომ გადაიტვირთა სხეული. ერთი ეს და მეორე თავიდან ისიც დავიწყე, მაშინ მოკლედ ვიტყვი არის რომ ეკრანზე ისე ვებმებით რომ ურთიერთობის პროცესში მეორე ადამიანს ვეღარ უყურებ რა და ეს დიალოგი რითიც თავიდან დავიწყე რა რომ შენ რო რაღაცას მეტყვი და მე ჩემსას გაგიზიარებ რომ დაველოდო შენ რას მეტყვი აი ეს ორმხრივი პროცესი გაცვლა-გამოცვლა ქრება. იმიტომ რომ შენ მე რო რაღაცას გეტყვი თან ტელეფონში ვარ და შენ რო უცბად ამ დროს სახე შეგეცვალა, იმიტომ რომ მე რაც გითხარი არ გესიამოვნა, მე ეს ვერ დავინახე, იმიტომ რომ მე და ველოდები როდის მეტყვი. მაგრამ შენ უკვე მომეცი სიგნალი, შენი სახის გამომეტყლებით, რომ რაღაცას შეეხო შენსას და შეიძლება ჩემგან გინდა და აი ეს ურთიერთობა იზღუდება და ფერხდება. ეს ჩემთვის არის ძალიან ისეთი რა ქვია ცოტა სევდანარავი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყოველთვის დავაბალანსოთ რა. ერთი რომ მზად ვიყოთ რომ დიდხანს თუ იქნებიან ეკრანში, აღარ იქნებიან კარგხაზიაძე და ისეთი მომღიმარი და ის რაც როგორი საყვარლებიც არიან ხოლმე ზოგადად და მეორე არის რომ რადგან ეს ვიცით, როგორ დავგეგმოთ დღე ისე, როგორ მასთან ერთად როგორ მოვილაპარაკოთ, რომ უყურე სიამოვნებით, მაგრამ იმდენივე დრო თუ არა, ცოტათი ნაკლები დრო მაინც დაუთმო სხვა რაღაცებს, რომელიც შენი შინაგანი სამყაროს ნაწილია. ხო? შენს ემოციებს, შენს ურთიერთობებს, შენს სწავლას, ხო, როგორ გავარჯიშო გონება, შენს ფიზიკურ სხეულს, რომ აჩვენო, რომ კი, ესეც ნაწილია, ესეც არის, თამაში არის ესეც. მაგრამ მოდი შენი სხეულის სხვა ნაწილებსაც, შენი გონების, შენი შინაგანი ბუნების სხვა ნაწილებსაც მივაქციოთ ყურადღება. ხო, რომ ისევ არ გავხდეთ აი ეს, რომ მარტო ამას. კი. ძალიან ამ კითხვასაც ძალიან მინდა რომ გკითხო, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩემ მეგობრის შვილებთან, უმრავლესობასთან, ყველასთან არა, ან ახლობლის შვილებთან ზღაპრები ჩაანაცვლა უკვე ტელეფონმა. რა როლი აქვს ზღაპარს ბავშვის განვითარებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში, ესეც რომ ვთქვათ, რას იწვევს ეს ყველაფერი? ხო, ზღაპრები არ ვიცი. ჯერთი პირველ რიგში ყველა ბავშვს უყვარს და ზოგადად ადამიან, კაცობრიობა, ხო, ანუ ამბებს უყვებით ერთმანეთს და ძალიან ბევრი ზღაპარი არის, თურმე მოკეთ ერთ-ერთი ირლანდიელი მეზღაპრე მეგობარი მყავს და ძალიან ბევრ ქვეყანაში ზღაპრები ესე იწყება, რომ თურმე სხედან რაღაც ადამიანები რაღაც ოჯახში მაგიდის გარშემო და ყველა ყვება ამბავს და ერთ-ერთ ადამიანის ჯერი რომ მოდის, ამს რომ მე არ მაქვს ამბავი. ანუ არ ვიცი რა უნდა მოვყვე, არ მაქვს სათქმელი. და მაქედან იწყე რომ არ გაქვს სათქმელი და ამ ადამიანს უშვებენ რომ მაშინ წადი სადღაც ნავში ჩაჯექი და უშვებენ რომ გაიაროს გზა, ხო, რაღაცა თავს გადახდეს, რომ მე მოვიდეს და მოყვეს თავისი ამბავი, თავისი სათქმელი. ხო, ეს ამბის თხრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაღაცა, ხო, ეს თამაში манипуляციაც, ხო, ამბის თხრობის ერთ-ერთი გამოხატულება არის. მეორე ის რომ ზღაპრებში არის რეალურად ძალიან დიდი სიბრძნე.
და მე ხო მაშინ მაგას ბოლოს ვიტყვი შუაში ჩავატევ იმას რომ ზღაპარი საშუალებას გაძლევს რომ უსაფრთხო გარემოში ანუ შენ დედასთან შენს მამასთან ანუ იმასთან ერთად ვისაც ენდობი და ზუსტად იცი რომ დაგიცავს მიდიხარ ამ გაუყვალავ რაღაცა გზებში სადაც არიან ეს სხვადასხვა წარმოუდგენელი არსებები, ხო? ამ პირიქით რაღაცა, ვიცი, ჩვეულებრივ ადამიანები, მაგრამ რომლებიც რაღაცა ამბავს თავგადასავალს გადიან, რომელიც თან საშიშია, თან გძაბავს, თან გაშინებს, მაგრამ მოკლედ ნერვული სისტემის, ჯანსაღი ნერვული სისტემის ჩამოყალიბების არაჩვეულებრივი საშუალება. აი, მეორე ეს. და მესამე არის რეალურად ძალიან კარგი სიბრძნე არის, რომელიც გვასწავლის როგორ უნდა შევხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროს. ისევ აქ დაუბრუნდით, რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც გავიგე, რომ მაგალითად კონკიას ზღაპარში ბოროტი დედინაცვალი, ან ნებისმიერ ზღაპარში ხო ბოროტი დედინაცვალი, რომელიც გერს უშვებს და ხო და თავის შვილს რო იცავს და როგორ ელაპარაკება, ხო, აი თუნდაც კონკია რო ავიღოთ, როგორ ელაპარაკება დედინაცვალი კონკიას. და აღმოჩნდა, რომ თურმე ანუ ეს ბოროტი დედინაცვალი შეიძლება ერთ-ერთი ჩემი ხმა იყოს. ხო? ანუ იმის გააზრება, რომ ეს გარე პერსონაჟები თურმე ვიღაცებზე კი არ ლაპარაკობ და მე რო გარეთ რო გავალ, მე მგონი ის კონკიას მდგომარეობაში და მოდი ამას უთანებს და ის ბოროტი დედინაცვალი და იმას აღარ შევხედო, კი არა რომ როგორ არის რომ როგორ მეხმარება ვინ არის რა სიმბოლო, ანუ ბევრნაირი ახსნა აქვს მოკლედ ამ ზღაპრებს, მაგრამ ძალიან საინტერესოა თუ ჩავღრმავთ. მით უმეტეს ქართულ ზღაპრებსაც თავისი ძალიან დიდი სიბრძნე აქვს, ბევრი ადამიანი არის, რომელიც ხსნის ამას ხო, რომ სიმბოლო არის და რეალურად ყველა ზღაპარი საბოლოო ჯამში მიყავხარ იქით, რომ შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი, ხო? და არ გავიჭედოთ. ამის შემდეგ შეიძლება რომ ადამიანმა მერე რაღაცა გზა გაიაროს ისევ იმისთვის რომ აი ამ დიდი ბრძოლის მერე რაღაცნაირად განიკურნოს, დამშვიდდეს, ხო, რაღაცა თავ განმარტოვდეს. ხო, გვასწავლის ცხოვრებას, მოკლედ, რომელიც არის ესეთი რა ქვია დრამატიზებული და რომელიც გეუბნება რომ საშიში არ არის საბოლოო ჯამში ცხოვრება რა. და ბევრნაირი ახსნა არის სხვადასხვა ფსიქო, ხო, იუნგი, თქვათ, რიცი მითოლოგია, ხალხური ზღაპრების სიმბოლოები, ხო? ანუ ბევრნაირად შეგიძლიათ შეხედოთ, დაინტერესდეთ, იპოვოთ. თუ დაინტერესდებით და მე თქვენ სასიკეთოდ გამოიყენოთ ისევ, მაგრამ დანარჩენი არის ეს, რომ წარმოსახვას გევარჯიშებს. ანუ წარმოსახვა ისევ ეს არის, რომ შენ ცხოვრების განმავლობაში სხვანაირად შეხედო მოვლენებს, რომ არ გაიჭედო. იმიტომ რომ რეალურად ადამიანები, რომლებიც გაჭედილები არიან, ხო, რომლებსაც არაჯანსაღი ფსიქიკა აქვთ, ესე თუ დავარქმევთ, ხო, არის რომ აი ეს წარმოსახვის უნარი იზღუდება. იმიტომ რომ ამ დროს გონება ამბობს, რომ რა დროს თამაშია, რა დროს წარმოდგენა რეალური საფრთხე როცა აღარ არის. ხო, ანუ რეალური საფრთხე აღარ არის, დასრულდა, მაგრამ გონება ვერ აღიქვას, რომ შენ გადარჩე. და ისევ გბოჭავს. და მთელი თერაპიები რა არის, რომ შენ ნელ-ნელა შენ გონებას აჩვენონ, რომ სხვადასხვანაირად შეგიძლია შეხედო და შეგიძლია შენ როგორც გინდა ისე წარმოიდგინო და რაც უფრო მკაფიოდ წარმოიდგენ, მით უფრო ადვილია მე ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახო და შეამჩნიო ის რაღაცები, რაც შენ გაგრძნობინებს, რომ ანუ რომ ამ სამყაროში შენი ადგილი არის, ხო? არ ვიცი, ვიღაცას რო გაიფიქრ, რაღაცას რო ნატრობ და მე რო აგიხდება, ეს შეგრძნება არა, რომ მადლობა სამყარო, რომ გაიგე ჩემი ხმა და იმისთვის რომ გაიგოს ღმერთმა შენი ხმა, ჩვენ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ. მე თქვათ, რომელი გირჩევნია, რომელი არ, ანუ ისევ მანიპულაცია, ისევ თამაში დამივდივართ და მოკლედ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ გავიგოთ ადამიანებზე უფრო მეტი ზღაპრების საშუალებით.
გავიგოთ ადამიანების წარმოსახვაზე უფრო მეტი და მე თვითონ იდეები გამიშდეს და შთამაგონოს რომ მე რა გავაკეთო, ხო? და აი ეს ცხოვრებისეული სიბრძნე რაც არის, რომ საბოლოო ჯამში სიკეთე უფრო მეტად სიკეთით მოქცე, უფრო მეტად გაჯილდოვებს, ხო? ოღონდ ეს სიკეთით მოქცევა არის აწმყო მომენტში. ხო, მე რომ მივდივარ გზაზე და ხე დამძიმებული ამ ქლიავებით და ვაშლებით და რო გთხოვ დამკრიფე და შენ რო გეჩქარება, მაგრამ დახმარება უნდა, მოდი დაგკრებ, ხო? და ესე მიდიხარ და უკანა გზაზე რო ბრუნდები, ეს ხე რაღაცა საჩუქარს გაძლევს, ხო? ეს ჩემთვის სიგნალია აწმყო მომენტში, ხო? რომ რამდენად შემილია, რომ მე კი ჩემი ის მაქვს სადღაც დანიშნულების ადგილი მაქვს, მაგრამ რამდენად შემილია, სანამ ამ დანიშნულების ადგილამდე მივა, ზებრას ვიღაც რო კვეთს, გზა დაუთმო, დავინახო სხვა ადამიანიც, ხო? ღარიბი ადამიანი რომ მოვა და ფულს გთხოვს, რომ უბრალოდ თვალებში შევხედო და უთხრა, რომ კი, ჩემ ფიქრებში ვარ, მაგრამ ამაში ვარჯიში, რომ აწმყო მომენტში, რომ არ გინდა ფული რომ ისე, ან არ გაქვს ფული რომ ისე, მაგრამ უბრალოდ შეხედე ამ ადამიანს და აჩვენე რომ ხედავ. უბრალოდ უთხრა ხო? აი ამას გვასწავლის ზღაპრები ჩემთვის და ასევე ნდობას სამყაროსი რა, რომ ყველაფერს შენ ვერ მართავ. რომ შენ არსებობს სხვა ძალები, სხვა არსებები, რომელსაც თუ ყურადღებას მიაქცევ, თუ დააკვირდები, დაგეხმარებიან, რომ შენი თავგადას, შენ თავზე გადაიარო, შენი გზა გაიარო. კი. მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ძალიან ტკბილი ბებო მყავდა. ეს არისო ჩემი საკუთარი ბებო, ჩემი მეზობელი იყო, რომელიც ძალიან დიდ დროს მარტო ცხოვრობდა, ძალიან დიდ დროს ატარებდა ჩვენთან და სადღაც 3 წლის ასაკიდან გვიკითხავდა ეს ბებო უკვე მე და ჩემ ძმას ზღაპრებს. და როცა ავად ხვდებოდი, ძალიან მიხაროდა, იმიტომ რომ სამზღაპარს გვიკითხავდა ამ დღეს და განსაკუთრებით გვიხაროდა და შემდეგ მე მეზღაპრე დამარქვეს, იმიტომ რომ 7 წლის ასაკში დავწერე რაღაც ნოველასავით და ყველასთვის ეს შოკი იყო. შემდეგ მოზარდობაში ახლა უკვე 2 წიგნი დავწერე და ყველას უყვეს რომ საიდან დაწერე, როგორ დაწერე, ანუ საიდან მოიტანე ესეთი რაღაცა და აი იქედან ასე მგონია რომ ის ბავშვობიდან იმ ბებომ ჩაუყარა ამ ყველაფერს საფუძველი რაღაცნაირად, ხო და ძალიან ძვირფასია. მარტო პატარებს არას, დასრულებიც რამდენს სწავლობთ ზღაპრიდან, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. კი. მივდივართ დასასრულისკენ, ნინო და ძალიან ძნელია შენთან ამ ყველაფრის დასრულება და საუბრის, მაგრამ აი ერთი რაღაცა რა არის, რაც მშობელმა ყოველ დღე უნდა გაახსენოს საკუთარ თავს. რთულია. იცი არ ბევრია. მეშინია, ჩემს ჩემი მეშინია რომ არ შეწყოდო მე ადამიანები, რომ ბევრი ვისთვის რა არის, მაგრამ ხო და ეხლა მივიდა რომ აი მე რა შეიძლება ხო, აი საკუთარი, ხო. ერთი ხარ, ალბათ ისევ შაბლონურად ვიტყრა, შენ დრო დაუთმო, შენი ენერგიის დაძაბულობის და ბალანსებას აი ამას რო შევახსენებ თავი, რომ შესვენება, მოსვენება, ცოტა ხანი შეყოვნება, შეგრძნება, განცდა, რომ ეხა არ გეჩქარება, რომ ეხა შეგიძლია ამოისუნთქო, სივრცე გქონდეს, რომ შენ გონებას აჩვენე, რომ ეხლა უსაფრთხოდ, აი ამ წამს უსაფრთხოდ გრძნობ თავს, რომ მე ანუ სიმების გასწორება, როგორც მუსიკოსი სანამ სიმღერას დაიწყებს სიმებს რო ასწორებს, ხო? ჟღერადობას, ალბათ ეს არის, რომ გაგვახსენდეს ხოლმე, რომ არა უშოს თუ არ იმოქმედებ. იმიტომ რომ თუ აი ამ პატარ-პატარა შესვენებებს გავაკეთებთ და ეს არნიშნავს ხო, უბრალოდ ნიშნავს, რომ შეიძლება თვალები დახუჭო. ოღონდ განზრახ. შენ ამბობ, რომ ეხა მე დავხუჭევ, რომ ვიგრძნო, რომ მე ვარ. ვიგრძნო, რომ ცოცხალი ვარ. იმიტომ რომ ამას რო იგრძნობ,
ბევრად უფრო თვალებს რო გაახელ, ბევრად უფრო მკაფიოდ დაინახო ფერებს, მას ფხიზელი ხდები. და შენ რა შესაძლებლობებიც გაქვს, ამას გამოიყენებ უფრო ეფექტიანად. ხო, ალბათ ის იქნებოდა ჩემი რჩევა. ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი მადლობა. და ნინო, დღევანდელ ჩვენს ეპიზოდს ყავს ორი სპონსორი. ერთ-ერთი სპონსორი არის ონლაინ მაღაზია Opsi, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ვიქტორია სეკრეტის ორიგინალი ნივთების შეძენა და მან თქვენ ესეთი საჩუქარი გამოგიგზავნა. გამიმართლა, დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა. და ჩვენი მეორე სპონსორი არის ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი და რა თქმა უნდა, მისგანაც აი ესეთი ყვავილები. დიდი მადლობა, გამიმართლა. მადლობა. მადლობა პირიქით ძალიან, მე კი მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.